ირანი დღეს ღიად ემუქრება უკრაინას პირდაპირი დარტყმებით, მას შემდეგ რაც უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს რუსებს კასპიის ზღვაში. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი ამზადებს მობილიზაციას რუსეთში და ელოდება ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების გაგზავნას ომში უკრაინის წინააღმდეგ. ვლადიმირ პუტინმა გამოიყენა ყაზახეთის პრეზიდენტის მოწოდებები ომის დასრულების შესახებ იმისათვის, რომ პირიქით გაამართლოს მისი გაგრძელება. ხოლო ბრიტანეთის დაზვერვა უკვე პირდაპირ აცხადებს, რომ რუსეთი ამზადებს სამხედრო პროვოკაციას ევროპის წინააღმდეგ. იმ დროს, როცა რუმინეთში მესამე დღეა ზედიზედ რუსულ დრონებს აგდებენ, რომლებიც თავს ესხმიან ქვეყანას. დღეს, 26 ივლისს, რამდენიმე შემაშფოთებელი სიგნალი ერთ ისტორიად გადაიქცა. და ამ ისტორიას ჰქვია, მე ვიტყოდი, ვლადიმირ პუტინი ამზადებს ესკალაციას. ამასთან უკრაინული დარტყმები აგრძელებს შედეგების მოტანას. ამ ღამით დრონებმა დააზიანეს ტავრიული თესი და ჩერნომორ ნეფტეგაზი ოკუპირებულ ყირიმში. ტიუმენის NPZ და ხიდი დონეცკის ოლქში. ხოლო რუსეთში მარკეტპლეისმა Wildberries-მა რატომღაც სასტრაფოდ ამოიღო თავისი საიტიდან სამხედრო საქონლის კატეგორიები. ალბათ იმისთვის, რომ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ისინი სამოქალაქო ობიექტია. მოკლედ, მოდით ვნახოთ. მოდით ამ გამოშვებაში გავაკეთოთ ბოლო ამბების მოკლე მიმოხილვა 26 ივლისისთვის. რაც მნიშვნელოვანია სწორედ ამ მომენტისთვის იცოდეთ. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გაუნწერის ნიშნულამდე და პირადად მადლობელი ვიქნებით თქვენი გამოწერისთვის. მოდით მოკლედ შევაჯამოთ 26 ივლისის გასული დრის შედეგები. დავიწყებ ირანული საფრთხით უკრაინისთვის, რადგან ეს ამ ომში პრინციპულად ახალი შემოbrunებაა. ადრე ირანი იბრძოდა, ასე ვთქვათ, შეერთებული შტატების წინააღმდეგ, ხოლო უკრაინას ფორმალურად არ ეხებოდა, თუმცა რუსებს ეხმარებოდა. ახლა კი ირანი უკვე პირდაპირ ემუქრება უკრაინას. ამ მუქარის მიზეზი იყო უკრაინის ოპერაცია კასპიის ზღვაში 25 ივლისის ღამეს. აქ შეგახსენებთ, რომ იმ ღამეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააზიანა ნავთობის მოპოვების პლატფორმა ფილანოვსკის საბადოზე. სარაკეტო კატარღა მოლნია და ორი გემი ფორტ ოლია 2 და ბეგეი, რომლებიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფებოდნენ და გამოიყენებოდა სამხედრო ტვირთების ირანსა და რუსეთს შორის გადაზიდვისთვის. ანუ უკრაინამ დაარტყა კონკრეტულ ლოგისტიკაზე, რომლის მეშვეობითაც ირანი რუსეთს იარაღით ამარაგებს. ხოლო რუსეთს შეუძლია ირანს გადასცეს ყველაფერი საჭირო, რათა გადარჩეს შეერთებული შტატების დარტყმების ქვეშ. თეირანმა ამ თავდასხმაზე საკმაოდ მკვეთრად გამოეხმაურა, რაც აშკარაა, რადგან აშკარად დაარტყეს მათ სამხედრო ლოგისტიკას. და ახლა უკვე აშკარაა, რომ უკრაინა იქამდეც აღწევს. და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინა დაადანაშაულა თავის გემზე თავდასხმაში. განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად ბორტზე ერთი მეზღვაური დაიღუპა, კიდევ ერთი კი დაიჭრა. და ირანი ამ გემს კომერციულ ხომალდად მოიხსენიებს, რომელიც თითქოს და საერთოდ არ არის დაკავშირებული სამხედრო მიწოდებებთან. ამბობს, ჩვენ უბრალოდ რუსებთან რაღაცით ვაჭრობდით, ზუსტად რას, ამას არ დავაკონკრეტებთ, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის სამხედრო საქონელი. და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ დარტყმას დაახასიათა. ციტატა, როგორც მტრული და დანაშაულებრივი აქტი. ამას დააკვალიფიცირა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის დარღვევად და უწოდა აგრესიის აქტი, რომელსაც შეუძლია, ციტირებ, კიდევ უფრო გააღვიოს და გაავრცელოს ომის ალი. ცოტა ხნის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის დროებითი რწმუნებული დაიბარა და განაცხადა, რომ ირანი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაიცავს თავის ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ მოუწოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს, ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებას მიიღონ ზომები უკრაინის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა დაგმონ კიევი. ხოლო ირანის ხელისუფლებასთან დაახლოებულ მედიასა და ტელეგრამ არხებში უკვე პირდაპირი მუქარები გაჩნდა. მათ შორის განცხადებები იმის შესახებ, რომ შესაძლებელია უკრაინის წინააღმდეგ ირანული ბალისტიკური რაკეტების გამოყენება. საერთოდ ცხელი თავები თეირანში უკვე მოუწოდებენ ხელისუფლებას პირდაპირ უკრაინაზე თავდასხმისკენ. თითქოს აქვთ ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც პირდაპირ კიევამდე მიაღწევს. ამიტომ მოდით დავიწყოთ შეტევა. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია გონივრული ანალიზი.
ირანი დიდი ალბათობით ფიზიკურად არ დაარტყამს უკრაინას. მას ამჟამად ომი აქვს შეერთებულ შტატებთან. ირანს თითქოს არც ცალია ამისთვის და თანაც მიაღწიოს უკრაინამდე. საკმაოდ რთული იქნება. ამისთვის საჭიროა რომ რაკეტებმა თურქეთის თავზე გადაფრინდნენ. დაუშვებს ამას თურქეთი? ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ თავად საჯარო მუქარის ფაქტი ნიშნავს იმას, რომ უკრაინა მაინც მოახერხა და დაარტყა ტკივნეულ წერტილში. გარდა ამისა არ დაგავიწყდეთ, ირანი უკვე გასულ წელსაც ემუქრებოდა უკრაინას რაკეტებით, მაგრამ საბოლოოდ არ დაურტყამს. უკრაინამ ახლა გამოავლინა და დაარტყა არხს, რომლის მეშვეობითაც მიმდინარეობს სამხედრო თანამშრომლობა მოსკოვსა და თეირანს შორის. რუსულმა მედიამ კი დღეს სხვათა შორის წამოსცდა, როგორც ისინი ფიქრობენ უკრაინული ოპერაციის ნამდვილი მნიშვნელობის შესახებ. მათი ვერსიით კიევი ცდილობს ვაშინგტონს აჩვენოს თავისი სარგებლიანობა ევროპის ფარგლებს გარეთ. ანუ მათი ლოგიკით ჩვენ ვაჩვენებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. რომ ვურთხამთ იმ ირანულ-რუსულ კავშირს, რომელიც ამერიკასაც კი უშლის ხელს. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ასეთი კავშირი მართლაც არსებობს, როგორც არ უნდა იყოს თეირანის მტკიცება, რომ ეს მხოლოდ კომერციული გემი იყო და მით უმეტეს უკვე ამერიკის დაზვერვამაც არაერთხელ დაწერა, რომ დიახ, დიდი ალბათობით სწორედ კასპიის ზღვით ეხმარებიან რუსები ირანს ომში. აშშ-ის წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთში. ეხლა მთავარი ამბავი ფრონტზე არსებულ სიტუაციასა და მობილიზაციაზე. ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის პრეზიდენტმა დღეს მოისმინა დაზვერვის ანგარიშები რუსეთის გეგმებზე ამ შემოდგომისთვის. და ეს გეგმები მშვიდობას არ გულისხმობს. პირიქით, ვლადიმირ პუტინი ემზადება მკვეთრი ესკალაციისთვის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთანა. უკრაინის პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა, რომ პუტინი ამზადებს პირობებს რუსეთში მობილიზაციის გასაფართოებლად. შემდეგ კი მან მოიყვანა დანაკარგების ციფრები, რომლებიც სწორედაც რომ ყველაფერს ხსნის, თუ რისთვის სჭირდება ეს პუტინს. უკრაინული დაზვერვის მონაცემებით 2026 წლის არასრული 7 თვის განმავლობაში რუსეთის არმიაში აიყვანეს 221,000 ადამიანი. ამავე პერიოდში რუსეთმა დაკარგა თითქმის 225,500 ოკუპანტი. დაახლოებით 131,000 დაღუპული და დაახლოებით 93,000 დაჭრილი. ანუ ჯარში გაწვევა ვერც კი ფარავს დანაკარგებს. რუსეთის ფედერაციის არმია უფრო სწრაფად მცირდება ვიდრე ივსება. აშკარაა, რომ ასეთი ტენდენცია არმიის დეგრადაციასა და შემცირებას იწვევს. შედარებისთვის, ამერიკის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის შეფასების მიხედვით, რომ 2026 წლის შუა თვის რუსეთის არმიის საერთო დანაკარგებმა უკვე დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანი შეადგინა. ანუ 1,4 მილიონი. 400,000 მათ შორის 450,000 მოკლულია. ეს საკმაოდ კონსერვატიული შეფასებაა. ანუ ვლადიმირ პუტინს სჭირდება ვიღაცით შეავსოს არმიის დანაკარგები, თუ ის მართლა სჯერა, რომ შეძლებს წლის ბოლომდე მთელი დონბასის დაპყრობას, როგორც მას უკვე დაფირდნენ მისი სამხედროები. და აქ ჩნდება ამ ისტორიის მეორე ელემენტი. ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ციტატა: რუსეთს სურს ჩრდილოეთ კორეიდან კიდევ 30,000 სამხედრო მიიღოს. ვორონეჟის ოლქში მათ მისაღებად უკვე ივნისიდან ემზადებიან. ანუ ვლადიმირ პუტინი ამ საკადრო ხრელს მხოლოდ თავის რუს ვანიკებს კი არ ავსებს. არამედ ჩრდილოეთ კორეელებითაც. მეორე მხრივ, თუ პუტინი ისევ ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს მოიყვანს, ეს ნიშნავს, რომ ის მაინც ცდილობს ბოლომდე ამოავსოს არმიის ხრელები ტოტალური მობილიზაციის გამოცხადების გარეშე. მაგრამ ის, რომ მობილიზაცია მზადდება, უკვე აშკარაა. მე მგონი ის, რომ ჩვენ ეს განვიხილეთ, მოდით ასე ვთქვათ, ჩემს YouTube არხზე წინა დღეებში გამოვიდა გამოშვება, რომელიც ცალკე ეხებოდა მობილიზაციას რუსეთში. და იქ თავმოყრილია აბსოლუტურად ყველა არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ დიახ, პუტინი ემზადება ამ მობილიზაციისთვის. ყველა კანონი, ქვესაკანონმდებლო აქტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ გადადით არხზე და აუცილებლად ნახეთ ერთ-ერთი წინა გამოშვება. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ჩრდილოეთ კორეა ემზადება რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების ახალი გამშვები დანადგარების გადაცემისთვის. შემდეგ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის. ციტატა: რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ეხმარება ომის წარმოების სწავლაში, აუმჯობესებს მათ იარაღს, აძლევს რეალური საბრძოლო გამოცდილებას.
ანუ ჯარისკაცებსა და რაკეტებზე სანაცვლოდ ფხენიანი იღებს ფასდაუდებელ საბრძოლო გამოცდილებას, რომელსაც შემდეგ შეიძლება გამოიყენოს აზიაში, სამხრეთ კორეის, იაპონიის წინააღმდეგ და ზოგადად ამერიკის ნებისმიერი მოკავშირის წინააღმდეგ. ვლადიმირ ზელენსკიმ თავისი აზრი მთავარ თეზისამდე დაიყვანა. კიდევ ერთი ციტატა. ნიშნულოვანია, რომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად შევძლოთ რუსეთისთვის საკმარისი ზეწოლის მოხდენა, რომ ამ აგრესიის შეწყვეტის შესახებ აზრები დომინანტური გახდეს. აზრები მშვიდობაზე და არა რუსეთის დამატებით მობილიზაციაზე. ჩვენი შორმანძილზე ოპერაციები, ჩვენი დარტყმები რუსეთის ინფრასტრუქტურაზე ამას უწყობს ხელს. აქვე შეგახსენებთ კონტექსტს. ადრე ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი ითხოვინებოდა, რომ კრემლი უკვე ქმნის სამართლებრივ ბაზას ახალი გაწევისთვის. კერძოდ, 22 ივლისს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ ერთ დღეში სამივე მოსვენით მიიღო კანონი, რომელიც ფრონტზე აგზავნის განაჩენებულ კრიმინალებს ბანდიტიზმისა და ნარკოტიკების კონტრაბანდისათვის. აი ასე. Plus, როსგვარდია ამზადებს ქვესაკანონმდებლო აქტებს, რათა მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის პერიოდში კიდევ უფრო მკაცრად დასაჯონ ის რუსები, რომლებიც მოულოდნელად გადაწყვეტენ პროტესტზე გამოსვლას. ხოლო უკრაინის დაზვერვა ასახელებდა შემოდგომის მობილიზაციის რიცხვს, არანაკლებ 500,000 ადამიანი. ალბათ უკვე სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ, 20 სექტემბერს. და აქ ლოგიკური გაგრძელებაა თემის. ეს არის ბრიტანეთის დაზვერვის გაფრთხილება მთელი ევროპის მიმართ. ბრიტანეთის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ვლადიმერ პუტინი შეიძლება პირდაპირ კონფრონტაციაზე წავიდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან უკვე უახლოეს თვეებში. ესკალაციის ლოგიკა ასეთია. სანამ დონალდ ტრამპი კონცენტრირებულია ირანთან ომზე, ვლადიმერ პუტინი წყაროების მიხედვით სურს გამოცადოს ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ენდი ბენჰემის მთავრობა. შემდეგ მოვიყვან ციტატას ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებიდან, რომელსაც ავრცელებს Daily Mail. ეხლა არსებობს მტკიცე რწმენა, რომ ვლადიმერ პუტინი ამზადებს პირდაპირ დაპირისპირებას ნატოსთან მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში. ბრიტანეთში მთავრობის ცვლილება დაზვერვის შეფასებით უბიძგებს ვლადიმერ პუტინს სცადოს ბენჰემის გამოცდა და ნახოს, შეძლებს თუ არა გამოიყენოს რაიმე უთანხმოება ძველ და ახალ ადმინისტრაციებს შორის. გარდა ამისა, Daily Mail-ის მონაცემებით, მოსკოვი უკვე ცდილობს ბრიტანეთის რესურსების ამოწურვას. თავის ნავთობის ტანკებების ჩრდილოვან ფლოტს ლა-მანშის გვერდის ავლით აგზავნის. ასე რომ იმისთვის, რომ ბრიტანეთის ძალები მაქსიმალურად გაიწელოს. ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მინისტრი უეს სტრიტინგი საკმაოდ მკაცრად უპასუხა. შემდეგ მის ციტატას მოვიყვან. რუსეთს არ უნდა გქონდეს ეჭვი ამ მთავრობისა და ამ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაში, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ დიდი ბრიტანეთისა და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ აგრესიასაც. აქაც საჭიროა გონიურულად შევაფასოთ ყველა გარემოება. რუსეთი ალბათ, რა თქმა უნდა, არის სწრაფვის ნატოსთან სრულმასშტაბიანი ომისკენ. ის ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს. მაგრამ ცალკეული თავდასხმები, როგორიც იყო ბოლოდროინდელი დრონის დარტყმა რუმინეთზე, შეიძლება გამოყენებული იქნას იმისთვის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გახლიჩონ საკითხზე. თუ როგორ უნდა მოახდინონ ამ ყველაფერზე რეაგირება. და რაც თავარია, ნატოსთან გაზრდილი დაძაბულობა შეიძლება ვლადიმირ პუტინისთვის პოლიტიკურ გამართლებად იქცეს სწორედ იმ მობილიზაციისთვის. ანუ ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. პროვოკაცია ნატოს წინააღმდეგ ვლადიმირ პუტინს სჭირდება, მათ შორის როგორც საბაბი, რომ თავის გაველურებულ მოსახლეობას უთხრას თითქოს ნახეთ, ეხლა ჩვენ ვიბრძვით არა მხოლოდ უკრაინასთან. ჩვენს გარშემო მთელი ნატოს ბლოკია. ისინი გვიტევენ, ამიტომ აცხადებ დამატებით მობილიზაციას. აი ეხლავე არის ახალი დადასტურება ამ პუტინის ტაქტიკისა. რუმინეთმა გუშინ დუნაის დელტაში F-16 ტიპის გამანადგურებლით მესამე ZZ ჩამოაგდო მესამე რუსული დრონი, რომელიც მის საჰაერო სივრცეში შევიდა. და მე ვუშვებ, რომ რუსეთი შეიძლება სპეციალურად უშვებდეს დრონებს რუმინეთის საჰაერო სივრცეში, რათა შეამოწმოს ნატოს ქვეყნების რეაქცია. რუმინეთი ალიანსის წევრია და ის რომ უკვე 3 დღეა ZZ რუსულ დრონებს აგდებს, აჩვენებს, რომ მოსკოვის მხრიდან ნატოს გამოცდა სწორედ ახლა მიმდინარეობს. ახლა. ამასობაში უკრაინა აგრძელებს თავდასხმებს გაველურებულ რუსებზე.
26 ივლისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს ოკუპირებულ ტირიმსა და რუსეთის უკანა პოზიციებს. ოკუპირებულ ყირიმში დრონებმა დააზიანეს ტავრიდის თბოელექტროსადგური და ჩერნომორ-ნეფტეგაზის ობიექტები. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანება. გარდა ამისა, დართმა განხორციელდა ავტომობილურ ხიდზე ოკუპირებული დონეცკის ოლქის რაიონში, სადაც მდებარეობს ვისელოქი, რომელსაც რუსული ჯარები სამხედრო ლოგისტიკისთვის იყენებენ. დართმა ასევე განხორციელდა უპილოტო საფრენი აპარატების საწყობზე ჩერვონო-პოპოვკის რაიონში და რუსი სამხედროების კონცენტრაციის ადგილზე პურდოვკაში, ლუგანსკის ოლქში. და აქ არის ერთი დეტალი, რომელიც ხსნის უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებების სისტემურობას. ამ ღამით უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით დაზიანდა მათ შორის სისტემები, რომლებიც ზრდის რუსული დრონების მართვის მანძილსა და ხარისხს, რომლებითაც რუსეთი უკრაინას ესვრის. ანუ ჩვენ ვანადგურებთ არა მხოლოდ თვითონ დრონებს, არამედ თუ დავაკვირდებით დარტყმებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთის სიღრმეში, ჩვენ ვანადგურებთ მათ მართვის ინფრასტრუქტურასაც. და აქ საინტერესო მომენტია. რუსეთის შიგნით ლოგისტიკაზე ყველა ეს დარტყმა საკმაოდ მოულოდნელ ეფექტს იძლევა. ისინი ვლადიმირ პუტინის სამხედრო ეკონომიკას უფრო ღრმად აზიანებენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო. რუსებმა მოულოდნელად დაიწყეს ფრონტის ხაზიდან ტექნიკისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ნაწილის გადატანა, მათ შორის მოკლე რადიუსის სისტემებიც კი. ალბათ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი რუსეთის დასაცავად გამოიყენონ უკრაინული დარტყმებისგან. ვალბერისის საწყობების წინააღმდეგ კამპანიაზე დასავლური მედია პირდაპირ წერს, რომ ეს შეიძლება ვლადიმირ პუტინის რეჟიმს საფრთხეს უქმნიდეს, რადგან ომი პირველად შეეხო რუსეთის საშუალო კლასს, რომელიც ამ დროის განმავლობაში ომს საკუთარ თავზე არ გრძნობდა. სხვათა შორის ვალბერისთან დაკავშირებით კიდევ ერთი საჩვენებელი დეტალია. უკრაინული დრონების დარტყმების შემდეგ ამ კომპანიის უკვე რამდენიმე საკმაოდ დიდი საწყობის დაცვის შემდეგ მარკეტპლეისმა თავის ვებგვერდზე ჩუმად წაშალა გამყოფილება, რომელსაც ეწოდებოდა ყველაფერი სპეციალური სამხედრო ომისთვის. მაგრამ ამასთანავე მარკეტპლეისმა რა თქმა უნდა გააგრძელა სამხედრო საქონლის გაფიდვა. უბრალოდ ეხლა ისინი სპორტის კატეგორიაში ჩასვეს. ანუ ადრე პირდაპირ ეწერა ყველაფერი სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის და იქ შეიძლებოდა შესვლა და უპილოტო აპარატების, ასევე ჯავშანჟილეტების ნახვა და ჩამოსაშვების სისტემები და ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელები და მოკლედ უამრავი რა. აი და ისინი ამას საერთოდ არ მალავდნენ. ეხლა როგორც ჩანს გადათქვიტეს ჰუმანურები მოაჩვენონ თავი, განაცხადონ რომ ჩვენ სამოქალაქო ობიექტები ვართ და უბრალოდ საიტიდან ეს განყოფილება წაშალეს, მაგრამ ფაქტობრივად ყველა ეს პროდუქცია ისევ იყიდება. ანუ საჯაროდ ეს კომპანია თითქოს და ომს ემიჯნება, მაგრამ ფაქტობრივად ისევ აგრძელებს მისგან ფულის შონას. ყაზახეთის პრეზიდენტის კასიმ-ჟომართ ტოკაევის მოწოდებას ვლადიმირ პუტინისადმი, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ომი, დღეს მოულოდნელი გაგრძელება მოჰყვა. გახსენებთ, ყაზახეთის პრეზიდენტმა ომსკის ფორუმზე პირდაპირ ურჩია ვლადიმირ პუტინს. ომი გაეყინა, რადგან ის უკვე ყაზახეთის საფულეზეც მოქმედებს. ამ თემაზე გუშინ მქონდა თალკე გამოშვება, ამიტომ რომ არ გავიმეორო, გადადით და ნახეთ თუ გამოგსჭათ. უკრაინის რეაქცია კასიმ-ჟომართ ტოკაევის მოწოდებაზე ასეთია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ მიესალმა ასეთ ინიციატივას და მადლობა გადაუხადა ყაზახეთის პრეზიდენტს პოზიციისთვის. ხოლო რუსეთის დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა, რაც აღსანიშნავია, ტოკაევის სიტყვები ომის გაყინვაზე თავის სასარგებლოდ გამოიყენა. კრემლმა ეს ისე წარმოადგინა, თითქოს რუსეთიც ომის გაყინვის მომხრეა. ამბობენ, ჩვენ ხომ წინააღმდეგი არ ვართო. თუმცა რეალურად მოსკოვი ამაში გულისხმობს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას. პუტინმა განაცხადა, რომ თითქოს ომის გაყინვის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მთელი დონბასი იქნება ოკუპირებული. ამიტომაც ამბობს, ნახეთ, კი, ყაზახეთის პრეზიდენტიც კი ამბობს, მოდით შევაჩეროთ ომი. ხოლო ომის შესაჩერებლად საჭიროა, რომ უკრაინელებმა უბრალოდ რუსებს მთელი დონბასი გადასცენ. აქ უნდა გავიგოთ განსხვავება. როცა ტოკაევი ამბობს, რომ ომი უნდა გაიყინოს და უბრუნდნენ სტამბოლის ფორმულა 2.0-ს, ის გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას. აი აქ და ახლა. როცა ვლადიმირ პუტინი ამ სიტყვებზე თავს აკნევს, მას სულ სხვა რამეს გულისხმობს. ფრონტის გაყინვა ამჟამინდელ ხაზზე საუკეთესო შემთხვევაში დაიტოვოს ყველაფერაც დაიპყრო და მიიღოს შესვენება ახალი მობილიზაციისთვის. აი ესეა. ეს საერთოდ ორი საპირისპირო რამეა, ერთი სიტყვით. გაყინვა.
და პუტინი უკვე იწყებს ამ თემაზე დაცინვას და ამბობს, მოდი დავიპყროთ მთელი დონბასი და მერე შეიძლება გატინოალ. ზუსტად ამიტომაც ზელენსკი ამტკიცებს, რომ ზეწოლა უნდა იყოს ისეთი, რომ ვლადიმერ პუტინს მშვიდობაზე ჰქონდეს ფიქრები და არა იმაზე, როგორ შეაგროვოს კიდევ 500,000 მობილიზებული რუსი ვანიკა და 30,000 ჩრდილოეთ კორეელი. გაგრძელება. შედეგი. დღევანდელი 26 ივლისის სურათი ასეთია. უკრაინის დათმობი მუშაობს. იმდენად რომ თქმნეულ წერტილში მოხვდა თვით ირანიც, რომელმაც დღეს უკრაინას დაემუქრა დართმებით მისი რუსებისთვის სამხედრო ტვირთი დატვირთული გემების ჩაძირვის შემდეგ. უკრაინამ დღეს დართმა მიაყენა ოკუპირებულ ყირიმს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ლოგისტიკას და დრონების მართვის ინფრასტრუქტურას. საერთო ჯამში სისტემური კამპანია გრძელდება, მაგრამ რუსეთი готовится не к миру, а к эскалации. Владимир Путин создает правовую базу для новой мобилизации уже осенью. ჯარში გაწვევა ვეღარ ფარავს იმ დანაკარგებსაც კი, რასაც რუსეთი ფრონტზე განიცდის. პუტინი ელოდება 30,000 ჩრდილოეთ კორეელს და ახალ ბალისტიკური რაკეტების გამშვებ დანადგარებს კიმ ჩენ ინისგან. ბრიტანეთის დაზვერვა კი აფრთხილებს, რომ პუტინს შეუძლია პროვოკაცია მოაწყოს ნატოს წინააღმდეგ. ბრუმინული F-16 გამანადგურებლები, რომლებიც მესამე დღეა რუსულ დრონებს აგდებენ, აჩვენენ, რომ მოსკოვის მხრიდან ალიანსის გამოცდა უკვე მიმდინარეობს. ეს ყველაფერი ფაქტობრივად ელტკვანცშია გადამული. ნატოს წინააღმდეგ პროვოკაცია ვლადიმირ პუტინს სჭირდება როგორც მობილიზაციის საბაბი. მობილიზაციაც და ჩრდილოეთ კორეელებიც საჭიროა, რადგან რუსეთის ფედერაციის არმია თვალწინ ქრება. ხოლო ტოკაევის სტილში გაკინვა პუტინს სულს გამოიყენოს უბრალოდ შესვენების მისაღებად და მოემზადოს ახალ დარტყმას. უკრაინის ამოცანა არ მისცეს გამელოტებულ დიქტატორს ეს შესვენება. ზუსტად ამიტომ გრძელდება შორ მანძილზე დარტყმები ყოველღამე. აქ წერტილებს დავაყენებ, თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ მოწონების დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი შემოწირულობით. ბმულებით და რეკვიზიტებით, რომლებიც მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში, ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით!